გამარჯობა, როგორ ხარ? მე ვარ დოქტორი ალექსანდრე მოტა და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ფეხებზე, იმცვის შეგრძლებაზე, იმ შემაწუხებელ ტკივილზე ფეხის გულში. არსებობს ძალიან მარტივი და პრაქტიკული გზა, რომლითაც შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ის ნერვი, რომელიც ფეხის გულიდან თვინამდე მიაქვს შეგრძნება. მოდით შევხედოთ ფეხს. ტკივილისა და ცვის შეგრძნებები აქ, ფეხის გულში, ხშირად მოდის ნერვის მეშვეობით, რომელსაც ტიბიალური ნერვი ეწოდება. ეს ნერვი მოდის აქ ფეხის შიგნითა მხრიდან, გადის მალეოლუსის, ანუ კოჭის ძვლის უკან და შემდეგ მიდის ფეხისკენ. ამიტომ ყველა შეგრძნება, ფეხის გულის ინერვაცია მოდის, ჩვენ გძნობთ ამას. აღწევს ჩვენს თვინამდე უკანა ტიბიალური ნერვის საშუალებით. იმისათვის რომ ვიპოვოთ ადგილი, სადაც ვიმუშავებთ, ასე უნდა მოვიქცეთ. პირველი რა, იპოვეთ ძვალი კოჭის შიგნითა მხარეს, მალეოლუსი. კარგი? ზოგიერთ ადამიანთან ეს ძალიან ადვილი შესამჩნევია, სხვებთან კი არც ისე. მაგრამ როცა დაიწყეთ შეხებას, მოფათუს, სწრაფად მივხვდებით, რომ იქ პატარა ბურთულა დიდი ძვლის ბურთი არის. და აი ამ ნაწილში აქ არის მედიური მალეოლი. სხვა საყრდენი წერტილი, რომელსაც დამოვიტანებთ, ქუსლია, რომელიც მარტივად ჩანს და შესამჩნევია. შევქანხდით, ასე რომ ქუსლი და მალეოლი. ამ ორ ძვალს, ამ ორ საყრდენ წერტილს შორის გადის. ლევუ ტიბიალური. აქ კარგად დაამწვანეთ, ხო? უკანა ტიბიალური ნერვი, სწორია, თავარი პრობლემა ისაა, რომ ქუსლსა და მალეოლს შორის არის ბადე, სწორია, რეტინაკუმული. რომელსაც შეუძლია დააჭიროს, შეუძლია შეკუმშოს. ეს ნერვი კარგია, რადგან რეტინაკულუმის ქვეშ, ამ გვირაბში, გადის არა მხოლოდ ნერვი, არამედ რამდენიმე კუნთის მყესი. სწორია? ის სტრუქტურა, რომელსაც ჩვენ დავათავისუფლებთ, რომელსაც გავაუმჯობესეთ, ზუსტად რეტინაკულუმია. და ასე ვაუმჯობესეთ ტიბიალური ნერვის გავლის შესაძლებლობას ამ რეგიონში. სამი თითით რაც გააკეთებ, მიაკრავ კანს და ჯერ სწრაფ მასას გააკეთებ. წინ უკან თქო სათქობ, ქსოვილ სათქობ, ხო ასეა. შემდეგ მეორე მიმართულებით ქუსლის ძვლიდან მალეოლუსისკენ და ბოლოს შემდეგს გააკეთებ. ატრიალებს საათის ისრის მიმართულებით, იჭერთ წუთნახევარი, უშვებ, ატრიალებს საათის საწინააღმდეგოდ და ისევ იჭერთ წუთნახევარი. დაიმახსოვრე, ჩემი ხელი კანზე ასვიებს, კარგი? ის ეკვის კანზე და ატარებს კანს საათის ისრის მიმართულებით, წუთნახევარი. უშვებს, ისევ ეკვის კანზე, ატარებს კანს საათის ისრის მიმართულებით, წუთნახევარი. კიდევ ერთი საკითხი, რაც შეიძლება ძალიან დაგვეხმაროს აქ, ჩვენი გაუმჯობესებისთვის, ქუსლის მოძრაობა. კარგი, მაშინ ნახე, ერთი ხელით დაიჭირე კოჭი, მეორე ხელით მოეხვიე ქუსლის ბურთულას და დაიწყეთ მოძრაობას. შეგიძლია გააკეთო ჯვარი, შიგნით, გარეთ, შემდეგ ზემოთ, ქვემოთ და შეგიძლია გააკეთო წრეები. გააკეთე დაახლოებით 30 ჯერ ერთ მხარეს და 30 ჯერ მეორე მხარეს. ნახე, როგორ ამოძრავებს ეს რეტინაკულუმს და ნერვის გასავლას. აი ეს გარეთ ხდება, ხო? წარმოიდგინე შიგნით, სადაც მოძრაობა ბევრად უფრო დიდია. მას შემდეგ, რაც პირდაპირ გააქავისუფლებ და ქუსლის მოძრაობა გაუმჯობესდე და კომენტარებში დაწერე შეგიმსუბუქდა თუ არა ტკივილი და ფერშიცვაც. კიდევ ეფრამეს ვთხოვ. თუ ვიმეზე გაგახსენდა, ვისაც აქ ტკივილი ან ცვა აქვს ამ ფეხზე რაიმე პრობლემაზე ჩივის, გაუგზავნე ეს ვიდეო, ეს სიკეთე გაუკეთე, შეგიძლია ძალიან დაეხმარო ამ ადამიანის ცხოვრების ხარისხს. მე არ ნაგემშვიდობები. დიდი მოკითხვა და მომავალს შეხვედრამდე. აბა როგორ ხარ? დაკოვე კომენტარი აქ. კარგი? თუ ვიმეზე გაგახსენდა, ვისაც ფეხში ტკივილი აქვს, გაუგზავნე ეს ვიდეო. ვთხოვ, მუ გააგზავნე ინფოს. მერტო ჩემო, ლაბარაკი მიჭირს. ხო, დაწერე უკვე კომენტარებში, დაგეხმარა თუ არა? თუ არა დაწერე, მე დაველოდები.